ცნობილმა ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიული გეგმა განიხილეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ჩატარებულ ორდღიანი სემინარის მუშაობაში 35 ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა და მხარებმა ის ძირითადი ღონისძიებები და მიმართულებები განიხილეს, რომლებიც ქართული ღვინის კომპანიებს დაეხმარება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ექსპორტის გაზრდაში. ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებთან კონსულტაციები გაევლოთ იმ ინოვაციურ სტრატეგიებზე, რომლებიც უკავშირდება ქართული ღვინის, მათ შორის ცხრიალა და ვარდისფერი ღვინოების პოპულარიზაციას. გაცნობოდნენ დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის სპეციფიკას, სავაჭრო ქსელებისა და საფასო პოლიტიკას. ჩვენს მიერ შერჩეული იქნა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, სტრატეგიული ბაზარი, როგორც არის დიდი ბრიტანეთი და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორიც არის ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ცნობილი მწერალი ღვინის სფეროში ბატონი რობერტ ჯოზეფი და მათი პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები დაზოგავს კომპანიების მხრიდან ძალისხმევას, როგორც ფინანსურს, ასე დროის ფაქტორით, რათა მიიღონ საუკეთესო რჩევები და რეკომენდაციები და ადგილზევე იცოდნენ თუ რა საფასო სეგმენტში, როგორ სადისტრიბუციო ქსელში, თუ სხვა გაყიდვების ქსელებით ისარგებლონ. ჩვენი როგორც ღვინის ექსპერტებისა და კონსულტანტების მიზანი იყო სიღრმისეულად გაგვეგო ქართული ღვინის წარმოების სპეციფიკა, სტილი და მრავალფეროვნება. ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზრებისთვის სპეციფიკური სეგმენტია. ბრიტანეთში არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს ქართული ღვინო. მაგალითად, აქ მცხოვრები რუსები და ქართველები. და ამ კუთხით ქართულ ღვინოს კარგი პერსპექტივა აქვს. მეორე მხრივ, ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც მუდმივად ეძებენ ახალ და განსხვავებულ პროდუქტს. მოხიბლულნი არიან ქართული ღვინის ორგანული წარმოების ტექნოლოგიით, ქვევში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით და ასევე უნიკალური ჯიშებით, განსაკუთრებით კი საფერავით. მე ვფიქრობ, საქართველოსთვის ამაღელვებელი პროცესი დაიწყო, რადგან ბრიტანეთის ბაზრისთვის ეს პროდუქცია ახალია. ეს მარტივი არ იქნება. ნებისმიერი სიახლის ბაზარზე გამოტანა ყოველთვის გამოწვევაა, თუმცა ბრიტანეთში არიან ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ღვინის მოყვარულები, რომლებიც ეძებენ სიახლეებს, რომლის შეთავაზებაც სწორედ ქართულ ღვინოს შეუძლია. ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი მაღალი დონის პროფესიონალი, მცირე და ახალი ღვინის მწარმოებლების ნახვა ერთ სივრცეში. თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა იმუშაონ ერთად და არა ერთმანეთის პირისპირ, როდესაც საუბარია ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრები, მათ შორის კონკურენცია შეუძლებელია. ისინი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად შექმნან ქართული ღვინის რეპუტაცია და იმიჯი. სწორედ ამის პოტენციალი დავინახეთ დღევანდელი სემინარის პროცესში, რომ ისინი ერთად მიაღწევენ მიზანს.